რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ მიკროფონი არ მაქვს, მაგრამ მაინც უნდა გირჩიოთ ზაფხულის ამ ცხელ საღამოს 3 წიგნი, 3 ეკრანიზაცია და ჯამში 6 რეკომენდაცია ჩემგან. მოდი ვიდეოს დასაწყისშივე ვიტყვი, რომ ნებისმიერ ეკრანიზაციას უმეტესად ყოველთვის სჯობია წიგნი. და პირველი ეს იქნება ინგლისელი პაციენტი. ამ შემთხვევაში ფილმმა თავის დროზე ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ შემდეგ წიგნმა ეს შთაბეჭდილება უკვე ვეღარ გადაფარა. სიუჟეტი ვითარდება მეორე მსოფლიო ომის მიწურულს იტალიის ერთ-ერთ ვილაში, სადაც ახალგაზრდა მედდა უვლის ინგლისელ პაციენტს, რომელიც სინამდვილეში სულაც არ არის ინგლისელი და რომლის ცხოვრებასაც ნელ-ნელა ფილმის განმავლობაში ვეცნობთ. მეორე სიაში იქნება წამკითხველი წიგნიც და ფილმიც ერთი და იგივე სათაურით. ჩემ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ წიგნმა მოახდინა ძალიან დიდი შთაბეჭდილება. სიუჟეტი კი მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭისა და შედარებით ასაკოვანი ქალის რომანტიკულ ურთიერთობაზე, რომელიც ერთ ზაფხულს ვითარდება და გარკვეული დროის შემდეგ ეს ქალი იკარგება ბიჭის ცხოვრებიდან და წლების შემდეგ ეს ბიჭი ამ ქალბატონს პოულობს სასამართლო დარბაზში ოღონდ განსასჯელის სკამზე. წიგნი გვისვამს ერთ მნიშვნელოვან კითხვას. შეიძლება თუ არა თანაუგრძნობდი ადამიანს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა. მესამე ამ სისთვის დავამატებ მოსამსახურე, შესანიშნავი წიგნი, შესანიშნავი ფილმი. წიგნიც და ფილმიც პირველ რიგში ჩემთვის არის ადამიანობაზე, მიუხედავად შენი სოციალური მდგომარეობისა, კანის ფერისა, სქესისა და ასე შემდეგ. სიუჟეტი კი მშრალად რომ გითხრათ, მოგვითხრობს ახალგაზრდა თეთრკანიან ქალზე, რომელიც გადაწყვეტს, რომ დაწეროს წიგნი შავკანიან მოსამსახურეებზე და ამისთვის მათთან წერს ინტერვიუებს. ამ ინტერვიუების მანძილზე თქვენ გაიგებთ, რას ნიშნავს იყო მოსამსახურე თეთრკანიან ოჯახში. მინდა გითხრათ, რომ ამ ვიდეოს ჩაწერისას საკმაოდ ბევრი ვიწვალე, ამიტომ გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები, უყურეთ, წაიკითხეთ და ისე.